მიშლის ეგ ფაქტია. გამარჯობათ მეგობრებო. დღე მეორე კამოგლიზე შვენიერი ამინდი არის. ჯინტონიკებით ჩავთვერით, მე და ჩემი მეგობარი. რაღაც თემას განვიხილავდით, რომ ეს მეუბნება, რომ შენო რაღაცა ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ხარო და რაღაცეებია და რატო გიჭირთ ხო ადამიანებთან მისწავლა. ეს მეუბნება, რომ მეთქი ადრე შემეძლო, ეხლა არ შემილია, არ მინდა და რაღაცა ყველას თავისი გადმოსახედი აქვს და ერთი მარტივი პრინციპი დავამუღავე მანდ, რომ ოკეი, საზოგადოება რაღაცეებზე შეთანხმებულები ვართ, რომ ანუ აი ეს არაჯანსაღია და არასწორია და რაღაცა, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში, რაც მე მემარტივება, შეიძლება სხვა საერთოდ არ ემარტივებოდეს, ან არც უნდადეს მაგის გაკეთება და ეგ არ უნდა მიკვირდეს. პატრიკი ჩემი მეგობარი არ მეთანხმება მაგალითად მაგაში და ოკეი, ისი აზრია, ჩემი აზრია, მაგრამ ეხლა მინდა ერთ მარტივ თემაზე ვილაპარაკო. ჩემი მეგობარი გოგოები ძირითადად მეკითხებიან ეგეთ რაღაცას, რომ ერეკლეო, როგორ უნდა გავარკვიო ბიჭიო, რომელიცო მე ფლირტავებაო და რომელსაც მოვწონვარო, ჩემთან one night stand-ი უნდაო თუ long term relationship-ი. მე ვეუბნები ეგეთ რაღაცას რა, რომ აი ბიჭები, ძირითადად, მე მგონი ძირითადად ეგრე ვართ რა ბიჭები, რომ აი გოგოს რო დავინახავთ, აი დანახვის მომენტიდანვე ეგრევე შინაგანად რაღაც გადაწყვეტილი გვაქვს, რომ აი ამ გოგოსთან ან relationship-ი გვინდა, ან არ გვინდა. long term. შესაბამისად, მაგის ხაზე პასუხი არ არის დამოკიდებული არა. ხო, მაგას ვამბობ, გოგოზე არ არის დამოკიდებული რა. ეგ არის დამოკიდებული შენს მდგომარეობაზე. გინდა ამ მომენტში ხო და გოგოები მეკითხებიან მეგობრები, რომ აი იმ ბიჭსო, ეხაო რა უნდაო long term relationship-ი თუ არა, რაც შენ იცი რა უნდა უპასუხო, ხო? შენ რაც გინდა ის უნდა იმასაც, ხო? არა, შენ მითხარი რას ფიქრობ და მე რას პასუხობ გეტყვი ახლა. აი მაგას გეუბნები. შენ რაც გინდა ის? არა, ნახე ლოგიკა არის შემდეგი. ნახე ადამიანები როგორ ბრძნობთ თავს, ნახე მე თუ ჩემი თავი ლამაზი მგონია. ხო. და მე თუ თავდაჯერებული ვარ და მე თუ ჩემი თავს აეგრეა. რა ვაიბითაც დავიჭერი, მი ვაიბით წამოვა. ყველას ლამაზი მგონი ვარ. მიხდი რას გეუბნები? არა, ნახე სხვა რაღაც გეკითხა. ადამიანები და მაგას გეუბნები, ნახე ყურე მე თუ მინდა დიდხნიანი relationship-ი. ხო. მაშინ იქნება დიდხნიანი. ანუ მანდ აი, ხო და ეხლა ნახე და ანუ უნდა დაემაჩოს რა. უნდა დაიმეჩო, არა, ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ გოგოები რას კითხვის არსი რა იყო, იცი რომ აი როგორ გავიგო. გაყლემტრედია მე. აი მოიცი ბიჭო და YouTube ბარკი არ შეიძლება ეგეთ სიტყვები. ჩემ არყზე, არ შეიძლება ეგეთ სიტყვები. ხო და ეხლა ნახე რას გეუბნები რა. რომ ანუ ტიპი მე ვარ, აი მე ეგ ბიჭო მომწონსო რა, დავიმეჩეო რა, მაგრამ აი როგორ გავიგეო მაგ ტიპსო, ჩემთანო პროსტა one night stand-ი უნდა თუ long term. თვითონ long term relationship-ი უნდა. მაშინ შეხედოს არ მისცეს და დაე. ხო და აი ზუსტად ეხლა ჩემი პასუხი რა არის რომ. მოკლედ ეგ გავს რუსული რულეტკა, ხო იცი? თამაში რუსული რულეტკა. აი ეს ტყუიას რო ჩადებენ ერთ ტყუიას იარაღში და რო ატრიალებენ და გაისვრის თუ არა რა. ხო და ეგ არის ზუსტად ეგ და რატო რა, რომ ტიპს აი თუ გადაწყვეტილი აქვს რომ პროსტა one night stand-ი უნდა გოგოსთან, აი შეიძლება მართლა 6 თო 1 წელი დაელოდოს და როგორც კი სექსი იქნება გაქრეს. მაგრამ ტიპს თუ აქვს გადაწყვეტილი პირველივე დღეს რო გქონდა სექსი მაგ ტიპთან არ არის. არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ანუ მე რას ვამბობ, ნახე. აზი არ არის, ეგ არის ხოდზე. ხოდზე ხო, მაგ ხოდზე თუ არის. მე თუ ვიღაცაზე ამიდგა. მიხდი? მაშინ ანუ ვიჩალიშებ რომ ის მივიდა. ხო, მაგრამ შეიძლება იმ მომენტში აგიდგეს და всё მეორე დღეს აღარ გაიგე. ხო და მაგას გენო, ამიტომ დროის მონაკვეთი რომ აი მოდი ახლა 6 თვე დაველოდები და მე მივცემ. ეგ ანუ არ არის ეგ უკვე მისი პრობლემაა. ეგ ხო, არა, ეგ თავისთავად რომ იმ ტიპის პრობლემაა და ის ტიპია მართლა. პრობლემაც არის რომ 6 თვე დასიებული ყილა. კი. არა, ეგ არა, ის ტიპი რო ხო, მაგრამ გოგოს ხო მე ეგ შეგრძნება აქვს, რომ ანუ ტიპს ერთხელ ქონდა ჩემთან სექსი და მე რაღაცა დაიკიდა და რაღაცეები რა, ანუ ეგ პრობლემა ხო აქვს. ეგ იყო ისედაც მიზანი. მაშინ ანუ აქ ისირაზე მიდის ხალხო საუბარი, ანუ მეორე მხარეს ანუ სტოგნი დავძახოთ. ეგ კი, მაგრამ მე ნახე რა კომპლექსი უხსნი გოგოებს, რომ ეგ პონტი უნდა დაიკიდოთ ხო რა, ანუ მაგაზე რო ხარ ჩაციკლული, რომ ეხა მე ეგ ტიპი მინდა რომ long term relationship-ში შევიწიო და მოდი 6 თვე ვაწვალებ და რაღაცა სქემები არ მუშაობს. ნახე ყურე როგორი რაღაც არის. აი მე შენ რაზე გეჩვენებოდი, იცი? წერად რას გეუბნებოდი? არაფერი არ უდგას წინ კითხვას. вообще აი კითხვის დას მაგ ყველაზე თესლია. ძალიან მაგარი რაღაცა არის. მაგით მე რაღაც კომუნიკაცია არის მაგის გასაღები. ხო, რა თქმა უნდა. მიხვდი რა თქმა. ანუ აი ხა ვიბაზროთ შენ long relationship-ი და მე ერთ დღიანი ის მინდა
რაღაცა იქნება, ანუ ხო რას გეუბნები, ანუ წინასწარ რო იცი რაღაცები, არც სიურპრიზები არ არის, მე იღებ გადაწყვეტილებას რა გიღებს, როგორ გინდა, რანაირად გინდა, არ ხარ გაურკვევლობაში, არ გაქვს რაღაც კითხვის ნიშნები, არ ხარ ჩაციკლული. ეგრე რო ანუ ეგეთი დამოკიდებულებით და ვაიბით გოგორო ხარ და ეგრე რო იყო, ეგ არის ძალიან ოკეი და სწორი. მაგრამ ანუ ამ გოგოებს ხო ეგ აქვს კიდე პრობლემა რომ არ უნდა რა სიტყვაზე რომ one night stand-ი კონდეს ტიჩან რა. მაშინ ის მისი ამბავია კაცო. მისი ამბავია და მე კითხვა რომ როგორ გავარკვიოთო ზუსტად ეგ რომ იმ ბიჭს ის უნდა თუ ეს. კითხვა დაუსვი. არავინ არ გიპასუხებს ახლა სიმართლეს რა. არა, ნახე ყოველგვარი სიმართლეს ყველა ადამიანი მე ანუ მაგას ჯერავს, ანუ შანსი არ არის რომ ვინმე მომაგროს. არა, შენ ახლა თუ ექსპერტი ხარ და ყოველს ფაქტავ და რაღაცა სხვა რაღაცა. ოდნავ რომ დავუკვირდეთ ადამიანის ემოციას, ენერგეტიკას მივხვდებით. ეხლა მე რო გითხრა, ანუ რეალური რაღაცა რომ ხო მე ეს მინდა და არა ეს მინდა, მე ვფიქრობ რომ ტყუილს და მართლს განასხვავებ. ჩემი ემოციითაც, ჩემი ენერგეტიკითაც, ჩემი ხოდი, ყველაფრით განასხვავებ. აი, მაშინ მე მაგალითად ეგეთ რაღაცას ვამბობ რა და ეხლა იმაგით რა უნდა მივხვდე. მე მევონებ ეგეთ რაღაცას ხოლმე რა. ანუ მართლა გოგო რომ მომეწონება სიტყვაზე გავგიჟდი რაღაც იმ დღეს გავიცანი რაღაც სვამთ რაღაცა ძალიან რაღაცა გახურებული ვარ თაშენ. ვამბობ ეგეთ რაღაცას რომ მეთქი მე არ ვიცი. ანუ ეს საწაგვიყვანს, ანუ ვარ 50-50-ზე რა. მე მზად ვარ რაღაც პონჩი რომ long term relationship იყოს, მაგრამ შეიძლება მეორე დღეს აღარც დაგირეკო. ანუ 50-50-ზე ვტოვებ. მაგრამ მანდაც ზუსტად ვიცი რომ იმ მეორე 50-ზე ბრაუჭება ის გოგო. ეს მისი პრობლემაა. ეგ მისი პრობლემაა და მაგას რომ მაგ პრობლემის მოხსნა მინდა მაგათთვის რომ ეგ დაიკიდეთ. რატო არა? მოეშვით, დაიკიდეთ და მიყევი შენ გზნობებს. სპორტსა თავი არ უნდა დაიკლეო. ბოდიში დაიდებილო. აი ეგ ამთავარი. აი როგორც კი, აი შეიძლება მართლა რა ტიპი შენ one night stand-ით გაიჩნდეს და რაღაცა, მაგრამ აი თავი არ უნდა მოიწყო, ხვდები? თავი არ უნდა დაიდებილო და მე არ იქნები ეს რაღაცა დაგრუზულ პროცესში არ იქნები რა. შიბადუბა ჩამფრალი ვერ წამოაიქცა. შეზლონგები ავიღოთ ბატრიკ. აი რა. და იქ მე ეს რა დაუძახე და gin tonic. ნახე როგორი ფაჩები დაბუდა. პაჭაპუჭა. აი ეს ტრიდის დედასა მოგუჩა. ჩუმად ბიჭო ჩემ არხზე არ ვიგინებით. და ეხა ტუტურო დავადო მეზარება მაგის მონტაჟი. აი პატარა ძაღლებზე ამბობ ხო? აი უკვე ჩავთვერი მეგობრებო და თბილისი კი არა და კამოგლია სწორეს. მაგრამ ზეც იცი რა კი ცხელა, მაგრამ აი სხვანაირად ცხელა რა, აი ისეთ ცხელა რომ აი ტან ამას, აი სხვანაირად გითბობს სულს. ჰალო. იდიოტ. ხოდა, აი კიდე ამ ქალაქი თუ კუნძულია იდე. არა, კუნძული არა, სოფელია. ნახევარ სოფელი კუნძული. არა, სოფელ ნახევარ დაბა. ხო, მაგრამ ანუ აი ყველა შენობა აუ და ეს შენობებში შედიხარ და სიგრილა რომ მოდის. მე აი იქიდან გავუწევთ რა. მოიცა მე რა ხო ვქნათ. ხო და არა, დაკეტილია ისე. პროსტა ის. ხო, მაგარი გადაობა. აქ პირველი და სამამდე ისვენებენ. აუ, დაკეტილია ყველაფერი. და ჩიკ არაფერი არ მოიჭრება ამ ვიდეოში ჩემმა. იმიტომ რომ მე დამონტაჟება არ ვიცი და კაი ხო. ახლა აკვალანგის პონტიც არის. ხო და მოკლედ რას ვამბობ? რას ვამბობდი რა ქალაქზე, ნახევარკუნძულ სოფელ ქალაქზე, რომ მოიცა ეს რა. მოდი გავიხსენო. ნუ გემები შვედიერია, იცოცხლე. ხო, პრავა. მე ეს პატარა იხვი. ხო და ამავდით პაჩანკაში, ეხლა შემოვედი პაჩანკა, აქ საღამოს უნდა გავერთოთ. ხო და რას ვამბობდი ქალაქზე რა, რომ პაჩანკა, რომ აი ყველა შენობა ანუ ფერები და ისინი ისე კარგად არის შერჩეული, რომ გეგონება ვიღაცა ტიპი იჯდა, ფიქრობდა ამ ფერებზე და აი ამბობდა რომ აი ეხა ეს ფერებით უნდა შევღებოთ შენობები.
და ისე მაგრად უხდება, რომ აი ერთ პატარა იმას ვერ ნახავთ, რომ აი ამოვარდნას ვერ ნახავთ რა სოფელ კუნძულ ქალაქში. ხო და მაგიტო ძალიან მაგარი არის. ჩემი მეგობარი პატრიკი ცდილობს თავისი გადახლა ინგლისურით რაღაცები აუხსნას იქ. ალბათ დამიზახებს ცოტა ხანში რომ დამეხმარეო, მოკლედ ბარ პატჩანკა. მაგრამ გამოგდიდა რომ ჩამოხვალთ. რამე თუ გინდათ სადმე გაერთოთ, ეგ არის ბარ პატჩანკა. და ნახე როგორ აი ბარი ხო არის მანდრა, საყვარელი რაღაც ბარი და მე უცოტ აქედან პორტივით რაღაცა პატარა პორტი ისინი არის და ეტყობა სხვა კუნძულ ქალაქ სოფლებიდან გადმოდიან აქ ნავებით. სვამენ და მე ისე თვალები მიდიან. ქალაქია ძალიან მაგარი. ხალხის უმეკითხება რატო არ ყავს შეყვარებული, აი მოკლედ, აი ერთადერთი მიზეზის გამო არ მყავს, რომ აი ფოტოების გადაღება, შემიძლია. რეკლამოდი აქ და დამეზე. მოკლედ, აი ერთადერთი, აი ცხოვრებაში გამომდის ბევრი რაღაც რა. მაგალითად გაცინება ადამიანები. მაგალითად საერთოდ ვინმეს რამე იუმორი. მარა თუ დაამუღამე. ანუ არ არსებობს. იწება. მოიცა დაჯექი ხო შენ მეთან. ხო და მოკლედ და ეგეთი ბრძნული აზრი გამიჩნდა რომ სწავლა სიკვდილამდე შენია, გართობა კი სიკვდილთან გაახლოვებს. ხო და მოკლედ აი მაგიტო არ მყავს შეყვარებული რა რომ ფოტოების გადაღებას ვერ ვიტან და თან ეგეთი სკილი მაქვს რომ რითიც არ უნდა გადავიღო, როგორც არ უნდა გადავიღო, აი რა ადამიანიც არ უნდა გადავიღო, ვინც არ უნდა გადავიღო, აი ყველა გამომყავს მახინჯი ამ ფოტოებში. ხო და ამიტომ მაგას ქვია თავდაცვითი უნარი მაქვს ეგეთი რა, მოკლედ აი როგორც ხვლიქს აქვს თავდაცვითი უნარი რეგენერაციის ხო, კუძზე რო დაიჭერდა კუძს რო იდროს და რომ მირბის, აი ეგრე ვარ ფოტოებზე მე. ამიტომ არ ყავს შეყვარებული. მოკლედ ერთ რესტორანში მივედით და რა არის ლამაზი. ბიჭო, მაგრამ აი ეხა აი ამ ხეთს, აი აქედა რაც ჩანს რა. ციხის ძირის და წვანეკონთხის ხედი მირჩევნია. კი, შეთი. აი და თავბანაზე. ზღვა კაია. ფანტაშუა ზღვა. ხო და ერთ რესტორანში შევედით და ადგილები არ გვაქვს. ხო, აი აქაც ხო დაჯოშა. მოკლედ ჯავშნები როგორ მეზარება ხოლმე, არ შემიძლია. მაგრამ რესტორანი რო ვერ ვიპოვეთ სხვა რესტორანი, რომელსაც ესე პირდაპირ ზღვის ხედზე ვარ და მე ხა შევჭამ კიბორჩხალებს. ეხა ვჭამ მეგობრებო, ზეთი ოლივეინა და პური. ეგ არის იტალიური აპეტაიზერი. იტალიური აპეტაიზერი და აპერეტივო. ჩინკენატორნა ჯინტონი. ისეთი просто ერთი მივქარე რომ ეს რა ქვია კითხეს რომ room number-იო რომელია თქვენი ეკითხა სასტუმროში ვეგონეთ რა სასტუმროს ნომერში და მე შემეგოს მეთქი რა დებილი ვარ გვეთქა просто რაღაცა room number-ი და ანგარიში რომ მოვიდო და ჩაგვეწერა იმედე და მგონი ეგრეც ვიზამთ არა ხო ეს რა ქვია ეს რო არის ხო სამოგზაურო რჩევები როცა მიდიხართ სამოგზაუროდ და რესტორანში უფასოდ გინდა ჭამოთ room number your magical number please ალექს ხო იტალიაში გამიკეთეს ერთხელ ეგრე და რაღაცა ისინი იყო რა შეკვეთილი კი ხო იტალიაში რაღაცა კაი რესტორანში ვიყავით და იტალიაში რაღაცა შეუკვეთეთ გაიგე და ნუ ტიპი მიხვდა რა რომ ჩვენ ხა კაი გადამხდელები ვარ და რაღაცა და ბოლოს იმით ანგარიში რომ მოვითხოვეთ მოდის იმით რა ბარათით და ბარათით კი არა და ის ნუ რაღაცა უნდა გაატარო ბარათი და ეს მოდის და your და როგორ მეუბნება იცი პატრიკ your magical numbers please ანუ რო დაადებ კოდს ხო გთხოვს მე და your magical numbers please გაჭრიდა მაგ მომენტში არ მახსოვს ეხლა მე შევუკვეთე ამას ქვია გამბი ნიამ
ისეთი გაწიალებული მძრალე. აუ მაგარი ნარა ხოდა ეს დღეს არის ანუ მეორე დღე ვლოგის და აი მშვენიერი ხედი არის აქ Stay with me no Stay with me. Stay with me ხო მოკლედ ეხლა ვჭამებ გამბი მოკლედ მანდ იყო 8 ფეხაც კიბორჩხალა ჩხალა კიდე რა იყო შპროტი იყო შპროტის თევზი იყო მაგ კიბორჩხალაში და ველოდებოდი ეხლა 3 საათს აი მე ნუ კონტენტ კრეატორები დადიან ხო და მოკლედ ესა რა ქვია მე ხო შპროტის თევზი იყო მე რაღაცა ცივყავაზე დახვპატიჟეს და ხო ჩვენ მე იქ room number-ი დავწერეთ რომელსაც წმოშიც არ ვარ და ვისაც არის ეგ room number-ი ანგარიში მაგას მიუვა აი ხუმრობ არა გადავიხადეთ კაცო და ტიპსიც დატოვებაც მინდა და უბრალოდ პარასით ვერ ტოვებ ტიპსო და არა მადლობაო ძალიან დიდია ხო და 3 საათს ველოდებოდით რომ სიგარეტი მეყიდა აქ ხო რაც პირველი და 3-მდე ისვენებენ მკვდარი საათი არის ცოტა პენსიონერული კუნძულ ქალაქ სოფელი არის მაგრამ როთვრები მაგრა დასწორებს რა აი ვაფშე გავიწყდება ყველაფერი და ხო ეხლა მან წავალ სიგარეტს ვიყიდით მე სანაპიროზე ჩავალ ჩვენ მეგობრებთან ისინი ალბათ უკვე გატარაკნებულები იქნებიან ისეთი შავები იქნებიან მე შეიძლება წავიდეთ ან ჟენოვეზე ან პორტოფინო საღამოს პორტოფინოში წავალთ და ნახოთ მე როგორი მინი იუპკა ტრუსიკი მინი იუპკა ნუ ელასტიური ტრუსი მინი ქვედაბა ეს ჩემ ბაყვების ქონებს მალავს და ცოტა რას დავარქეთ აი და შეგვიძლია გამო ხო მოიცა როგორ არის შორი და შემოიარე შიმშვიდობით მიდიო ის გამოგიშვი ყველაზე ცნობილი თანდაკება აი ვიცი ხო პირველ ვიდეოში ეგ ჩავწერე რომ უკვე გავ ჩვენ ხო გვაქვს ყანწი და რაღაცეები და ამათ აქვს ტაფა ეს ტაფა იცი არის ქალებმა ქმრებს თავში ოურტყან וי შენ ტაფა ჩაგარტყი თავში აი არის სიგრილეში მოვიდი და აი ესეთი შენობა არის და კატ აი კადრი ნახე გაურბივარ ასო ხამე მე გადაგიხო მანდროდაში არ მინდა კაცო ვიდეოში ამას ჩავდე აბა ვიცი ჩემი ხება თუ და შენი სახის ყურება გადაიღე სახის ყურებაც უნდათ ბიჭო ადამიანს რო ელაპარაკები თვალებში უნდა უყურო გაიგე შენ რო გაგირბის თვალები სადღაც ქუთაკეთ ყველგან ხო და მოკლედ აი ეგეთი ამბები რა კარგია კარგია ნა ჰენი თორეო აუ მოკლედ შუა კამოგლიზე ბაჩი აჩუკის ღერით ცხენი მოიყვანე და თურქსელჩიკები თუ ვინ იყო ხო თურქსელჩიკები ეხლა წავალ ვიჭიდავებთ იქ ვიღაცასთან ვიჭიდავთ ერთი ეგ გვაკლია რა იმ ბაშკეთში კიდე რა არის ეგ კადრი და ბოლოს შიბადუბა დუბა დიბადაბადიბა შკიბადუბა ხოდა წერან იცი რას მომოვდი რომ ეხლა ჩვენ მეგობრებო ლოლოსთან ჩავდივართ რა და ეხლა ჩვენ გატარაკნებულ მეგობრებთან ინტერ დილის 10 საათიდან 3 საათამდე მზეზე არის როგორ მევასება ხო და არაკანა ხო და დღევანდელი დღის საფინალო მომენტი არის ხო და მეგობრებო ეხლა ხო იცი რა ეს დასასრული არის დღევანდელი დღის ის რომ მივდივართ მე და ჩემი მეგობრები პორტოფინოში და შუა დღეს მაგრად დავთვერი და აქედან ვატარებლით ვანო პირველად მივდივართ უსულყაზე მატარებლით ხო და აი ეგეთია ეს ქუჩა
და აქ ყველა რაღაცას ბლოგერობს და მოკლედ ეგეთი ამბები. ხო და ეხა პორტოფინოში მივდივართ კლუბი პატრიკ როგორ იყო კლუბი დოლჩე გავანა? აბა? აი ეს ხუიასებს. ანუ აბა დოლჩე გავანა სათუ ამბობდით? კარლიონ ესა თვითონ დასახელება ხო. ამას აქვს დოლჩე გაბანას ბიჩი. всё, გავიგე, ხო. ანუ კლუბს რომელსაც სანაპირო აქვს დოლჩე გავანა. ხო, ანუ აი ეგეთი კლუბი. ბევრი რამეა, კლუბიც აქციო რაღაცა აჩაპულშაც და რაღაცა არის, ხო? ხო და მან მივდივართ. დღეს შუა დღეს მაგრ რესტორან. ხო და მოკლედ მან დღეს დილით დავლიეთ, შუა დღეს დავლიეთ. მთელი კამოგლი სიმთვრალი ჩემოვიარე და სადაბარი. ხო და ეხლა კლუბში მივდივართ მატარებლით, რომელიც ღირს 2 ევრო. და ამ მატარებელში ალბათ იქნებიან თვრალი ნარკომანები, მარტო და ჩვენ ვარსკვლავ ბიჭუნგოგონები. ხო და მაგრამ აი იქიდან როგორ წამოვას მე ნაღდად არ ვიცი რა, ამიტომ ძალიან სახალისო იქნება ის. ძალიან სახალისო ისტორია იქნება, სადაც პატრიკა მეყოლება ნაგინები, რადგან პატრიკა მეყოლება ნაგინები, იმიტომ რომ მეუბნება წინასწარ გამოვწევა და ბლაბლა. დაასაბსკრაიბეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხები, არ დაგავიწყდეთ Instagram-ის, Facebook-ის და TikTok-ის გამოწერა, ჩვენ დაგიბრუნდებით, არ გაუშვათ ჩასახელიდან, ნახეთ რა მოხდება პორტოფინოში. იმიტომ რომ ჩვენთან ის არ იქნება, რაც პორტოფინოში ხდება, პორტოფინოში რჩება, რადგან ჩვენ ყველაფერს YouTube ბლოგზე აღწერთ. აი გაგარიყო საჭირო. რატო? არ აღწერთ? ვეღარ იყო სახალხო არტისტული. სახალხო არტისტული. კაი, მაგრამ ამას მაინც არ ამოუჭრე. იცი რა, სინამდვილე არის. გავიქეთ ჩუკუ მატარებელი, მაგრამ მოიცა, ანუ ყველაფერს ვიტყვით, რაც მოხდება პორტოფინოზე, პატრიკ? აუცილებლად ყველაფერს მოყვებით მეგობრებო, დარჩით ჩვენთან, არ გაუშვათ ჩანსი ხელიდან. ეს ვინა ტელევიზია და მაია ასეთიანი. მაია. ხო და მაიას რას ვეჭირა? მაია ძალიან საყვარელი. ძალიან და უბრალოდ უბრალოდ ეს ტელევიზიის ვაიბი. აჟივესება. ხო. აი ხა მეგობრებო, მატარებელში ვზივართ და იქ ვიღაცები მღერიან. ვიღაცები ყვირიან და რაღაცები ხდება და Dios mío. Patrick, რა სახელი გლექცი? ეხლა ჩემ მეგობარს მარაკოია ჯინტონიკი შეუკვეთა და ჩაუტესლა და მარაკოია. არა, ამას არ დავდებიო. მაგრამ აი პორტოფინოზე მარაკოია ჩამითესლეს. აი, კითხავს შეგდით. მოკლედ ეხლა რაღაცა პორტოფინოს ბარში ვიყავით და ამ ბარიდან მე რაღაცა ქუჩა გადის, ნახე აი ესეთი წვრილი ქუჩა და აი ამ ქუჩაზე გავედით. იმედი არ დაგვაყაჩაღებენ და ესენი დათმნენ. აი სულ გაგიჟდნენ. აი კიდე ქუჩა გადის. და მოკლედ პორტოფინოს night life როგორი არის რა? აი შარდენი პროსტა უფრო დახვეწილი ბევრად და ძალიან კაი. აქეთ კიდე ერთი ჩასახვევი არის. კიდე ერთი ჩასახვევი არის. ესენი ფოტოებს იღებენ. Drunk photos. აი მე როგორი მკაცრი ის იყო. აი რაღაცა ფოტოებს იღებენ. მეგობრები. ფოტოს ჩვენი ოპერატორი. Patricia Chuencantore. Იტალიაში ეგრე იცნობენ პატრიკას. Patricia Chuencantore. ხოდა. Patricia Casa. Patricia Vere. I am veteran porn star. Veterano? Uno veterano. Pornostaro, oh ma. Yeah. Oh Dios mío. Veteran. ხოდა იქ რაღაცა ის. ანუ კოვოზე კი არ ვიყავი Santa Margarita, რომელიც კოვოსთან არის ძალიან ახლოს და მერე ვიღაცები რაღაცა დავლიეთ, ვიღაცები გავიცანით, bla 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 და ეხლა მივდივართ კოვოზე, ფეხი რაღაცა კლუბში.
კოვოზე კი არა, პორტოფინოზე მივდივართ და კლუბს ქვია კოვო. და ის მეგობარი ვინც გვეუბნებოდა რომ კოვოზე წადით, მეთქი კომო, არა კომო ადგილია კოვოზეო რა და ამიტომ მივდივართ კლუბ კოვოზე. სადღაც სანაპიროზე ვართ და მე მალე მივიდე. ეს მეგობარს უსლი თუ რაღაცა გადაეტყავა და სანტა ვიკებს იკრობს და ამიტომ ცოტა შევფერხდით, მაგრამ ესე მე რაღაცა გოგოები აგერ მოპედით, თვალები რაღაცა ისა ერთობიან და მაგრა დასწორეს და ყველა რაღაცა მოპედით დადის კლუბიდან კლუბში, ბარიდან ლიზა და ბარი და რაღაცა ეკპონტე არის რა და მაგრა დასწორებს. ის როგორ არის სიმღერა მე ვარ ცენტრალი და ბლა 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 ბლა. აქ ნახე რა ხდება. სამი რაღაცებს ჩალიჩობენ და მოკლედ მე დრო ვიხელთე და ვლოგის ჩაწერა გავაგრძელე. გამო სკიბადუბა დაბადიბადიბადი. I found my love in Portofino. Estamis tu mis corderoi. Es tu mis toto del destino. Ay Portofino. აი პატრიკ ახლა წაგან ვუყვებოდი. I found წაგან ვუყვებოდი შემეგორო სადმეს კომო არა კოვოზე მივდივარ. და ჩვენ რო გვეგონა რომ პორტოფინოში ვიყავით, თუმცა სან მარგარიტაში ვიყავით. მოკლედ ერთი ბიჭი გადავკეცეთ. გადავკეცეთ. ჩავდეთ. და ყველაზე გადავერე ხო ისა კომპლიმენტს ვუყურე და ის თარი რო ეგონა თავით რაღაც ეგეთი. თარი არა ეხუსტო მაგალო აქ საღალხო არსტები ვარ ჩვენ. და ეგარი არა ხო. ჭუაზე არის ხო გენოველი რაღაც რა ერქვა? Federico. ხო რაღაცა ყლება ხო და ჩვენი პადრუგა რო არის. Federico წადი თავით და. Go wash your hand. Go wash your hand. Wash and go. Wash and go. Let's go. და მაგას რო ეგონა რომ თუ არ წაგვიყვანდი აი Federico არ არის, ეხა Federico არ არის, სიმანქანას უკა. აი Federico იყო. Federico. Federica. ოკეი, თლად არ ვიყოს ახლა სიგნალში. აუ, ეს რა მაგარი შენობა, პროსტა ეხა ისე კადრში არ ჩეს, მაგრამ აი ძალიან მაგარი შენობა არის. მისტიკური. კაი, მე კიდე გავაგრძელებ ჩაწერას და. და აი კლუბში შემოვედი. ეს კლუბი არის პორტოფინოში, სახელად კოვო. გარეთ რაღაცა ის არის performance-ია. ჩვენ მეგობრებად სადაც ეგ და ვერ დაატრიალეს. ხოდა რა მინდოდა მე თქვა. ათა სიგი ქიშანი არის სიგარეტი არის აქტუალია. ხოდა ჩინი დენფორს ცხელა მაგრა ერთი კონდიციონერი არის. ხო, კარტობა თბილისში უფრო კაია რა. მაგრამ და ლამაზი ბიჭები დადიან აი აი ლოგი გამოვიდა მგონი ხვალაც ვერ ჩავწერ კიდევ ლოგს მესამე დღე და აბა მეორე დღე ძალიან ჩააჭირა რა აი შუა დღიდან სვა მე ძილი აი მაგალითად რა კაცი რაღაცა მითხრეს და აი მაგალითად დაგემშვიდობებით აბა წვილი ძილი